გამარჯვების სებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა ვიჯეროთ. შუქი ადგას მთებს და ველებს, ყლავას ბევრჯერ ასახელებ, საქართველო ბიჯებო. ჩვენს ალკნებს არხევს ხარი, იმედივით ნაბერძგალი, უსში აღარ ეტევა. ხოლო ბრძოლით ნახდი ბრძოლით, კიდევ გოლი, შეტევა, შეტევა. დინამო, 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 ვიბრძოლოთ, ვიფრინოთ, ვიჭექოთ, ვიჭებო, 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 გამარჯვება ვიჭებო. მინდი, მიდი, მარტად მიდი, ბურთი რომ გაიდამო. ყველაფერი ახლა წდება, გამარჯვების ჟამი დგება, გამარჯვება დინამო. სულ პატარა სიხარული, სულ პატარა სიყვარული, ზე ჩამოდის ციდანო. საქართველოს სადიდებლად, გამარჯვება, გამარჯვება დინამო, დინამო. დინამო, 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 ვიბრძოლოთ, ვიფრინოთ, ვიჭექოთ, ვიჭებო, 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 გამარჯვება ვიჭებო. ვიჭებო, 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 გამარჯვება ვიჭებო. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა კალენდარი დავით დონერიანთან ერთად. თითოეული დღე ისტორიაა, თითოეული მოვლენა კი ისტორიის წარუშლელი ნაწილი. ეს მოვლენა შეიძლება იყოს სხვადასხვა დარგიდან, როგორც პოლიტიკიდან, ისე ისტორიიდან, კულტურიდან, სპორტიდან და ასე შემდეგ. არც 13 მაისი იყო გამონაკლისი. 1991 წლის 13 მაისი საქართველოს და მსოფლიოს სპორტის ისტორიაში შევიდა ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი მოვლენით. თუ რა მოხდა ამ დღეს, ამის შესახებ ისაუბრებს ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გიორგი ფულარიანი, რომელიც არის სპორტული ჟურნალისტი. მოგესალმებით გიორგი, მადლობას გიხდით მოგზანებისთვის. თუ შეიძლება მოგვიყვებით რა მოხდა 1991 წლის 13 მაისს და რა ისტორიული მოვლენით შევიდა საქართველოს და მსოფლიოს სპორტის ისტორიაში ეს დღე. მოგესალმებით დავით, პირველ რიგში მოგახსენებთ დიდ მადლობას გადაცემაში მოწვევისთვის. სანამ დავიწყებთ უშუალოდ ამ თემაზე ლაპარაკს, მინდა ასე ვთქვათ წარმატებები ვისურვოთ თქვენ და ასე ვთქვათ ხანგრძლივი თერი. რაც შეეხება შენ მიერ დასმულ კითხვას, 1991 წლის 13 მაისს მოხდა ის, რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და ერთმოშტად შეკრა სიხარულისგან, რა თქმა უნდა. თბილისის დინამომ ევროპის ფლობელთა თასის ფინალში მოახერხა და გერმანული კარლ საინცი დაამარცხა 2-1 ფინალში. იმ დროისთვის გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანი და ამან რა თქმა უნდა განაპირობა ის, რომ დინამო გახდა ევროპის თასების ფლობელთა თასის გამარჯვებული დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის. და სწორედ ეს დიდი მოვლენა აღინიშნება 1991 წლის 13 მაისს. დიახ, ეს ისტორიული გოლი გაიტანა ვიტალი დარასელიამ და თუ შეიძლება გითხრათ მისი მოღვაწეობის შესახებ, ასევე როგორც ვიცით, მის შვილის სახელიც გარკვეულწილად ფეხბურთს უკავშირდება. ვიტალი დარასელიამ მოახერხა მატჩის 96 წუთზე ორი მცველის მოთხოვნის შედეგად გამარჯვების გოლის გატანა, რამაც კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით გავიმეორებ, რომ მთელი საქართველო გააერთიანა სიხარულით. რაც შეეხება შვილის ისტორიას, მან ასე ვთქვათ, ცოლმა პირობა დადო, რომ 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვინც იტალიის ნაკრებში მოახერხებდა გოლის გატანას, ასე ვთქვათ, ბიჭის გაჩენის შემთხვევაში და არქივებდა მის სახელს და შესაბამისად მან ანუ ვიტალიმ მოახერხა და დალოშრა იტალიელთა გარი მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. მესამე და ალბათ ბოლო კითხვა, თბილისის დინამო დღეს რა ხდება, რა წარმატებები, რა პერსპექტივები გვაქვს და რა იგეგმება უახლოეს მოვალში და როგორ ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით ასევე ფეხბურთში შეჯიბრებები თბილისი 2015-ის ევროპის საერთაშორისო ოლიმპიადის, ახალგაზრდული ოლიმპიადის ფეხბურთის თამაშები გაიმართება ზუსტად დინამოს სტადიონზე. შეიძლება დინამოს შესახებაც რომ მოკლედ გითხრათ.
Ну, რამდენი სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს დღევანდელი დინამო, ხსენებული დინამოს აჩრდილიც არ არის სამწუხაროდ, უკვე წლებია შევნატრით ევროთასებს. ბოლოს ჩვენი გუნდი ევროპის დღევანდელი ევროპის ლიგაზე, მაგრამ მაშინ ფასტასი იყო, იმყოფებოდა 2004 წელს შუქურ ეტაპზე, ჩავჭით იქ და მას მერე არა მარტო დინამოზე, სხვა კლუბებზე, უბრალოდ ამჯერად დინამოზე ვსაუბრობთ. შევნადრით ევროპის ეროზონებს. Ну, იყო შემთხვევები, როცა დინამოს ერთი ნაბიჯი აკლდა, იგივე თქვათ 2011 წლის აგვისტოში აეკთან შეხვედრა გავიხსენოთ, როცა 120 წუთზე გაუშვეს გოლი და რაღაც წამები დააგლათ იმისათვის, რომ ჯგუფში მოხვედრილ იყვნენ. რაც შეეხება დინამო არენას, არის ასევე ოლიმპიური არენაც, ამ სარბენი ბილიკი მშვენიერი მოწყობილობაზეა, ну, კიდევ თქვენ იმედოვნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტრო და შემდეგ მოხერხებენ იმის, რომ ამ ვთქვათ დიდ მოვლენას უმასპინძლონ ვისაუბროთ. დანახვე დავამატებ, რომ დინამო არენაზე გაიმართება 2015 წლის 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასი, ანუ ერთმანეთს შეხვდებიან ევროპის ორი უმსხვილესი ტურნირის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები, რომლებიც შესაბამისად ჩამოვიდნენ თბილისში და იასპარეზებენ ევროპის სუპერთასის, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მოვლენა არის. და ეს ზოგადად ამ 11 აგვისტოსის სტადიონი იქნება სრულიად განახლებული ევროპული დონის ისეთი სტადიონი, რომელიც UEFA სტანდარტებს დააკმაყოფილებს და მეგონებ, რომ ეს მოვლენაც იქნება კარგად ორგანიზებული. დიახ, დაგითანხმებით, რადგანაც იმედია, რომ ეს უფრო მალე იქნება ევროპის სტანდარტებისთვის მიღწეული ჩვენი სტადიონი, რადგანაც 22 აგვისტოს უკვე იწყება თბილისი 2015 ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ოლიმპიადა. არც ერთი დღე არ რჩება ისტორიიდან წარუშლები. დიდი მადლობა გიორგი სტუდიაში მოგზაურობისთვის. ამით ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ჩვენ გემშვიდობით. გამარჯვების სებზე ვდგებით, გამარჯვების სიმღერებით, გული უნდა გიჯეროთ. შუქი ადგას მთებს და ველებს, ყლავას ბევრჯერ ასახ